დიდება მეფეთა მეფეს და უფალთა უფალს იესო ქრისტე ნაზარეველს ის არის ნამდვილი მეფე რომელიც ცოცხალი არის რომელმაც გაიმარჯვა სიკვდილზე და დაგვიმტკიცა მკვდრეთით აღდგომით და შემდეგ აღდგომის შემდეგ 40 დღე ფიზიკურად ეცხადებოდა თავის ახლო მიმდევრებს ვინც მასთან ახლოს იყვნენ ეს დაწერილია წმინდა წერილში და იესო ქრისტე მას შემდეგ რაც მკვდრეთით აღდგა 40 დღე ხომ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს მოციქულებს შემდეგ კიდე 500 ადამიანს ერთდროულად გამოეცხადა ესე წერია და იესო ცოცხალი არის და ახლაც აგრძელებს იესო გამოცხადებებს ეს გამოცხადებები მრავლად არის თეს დედამიწაზე და მეც ვისმენ ხოლმე ამ გამოცხადებებს და დიდება უფალს მეც ორჯერ გამომეცხადა დღისით და მზისით უფალი იესო ქრისტე რაც მორწმუნე ვარ და მისი სიტყვა მოვისმინე პირადად და მე ვიცი რომ აქ ვინც ახარ და ვინც ისმეთ თქვენ შორის არიან ისეთი ადამიანები ვისაც იესო გამოეცხადა და ვისაც იესო დაელაპარაკა მარტო მე არა ვარ ასე რომ იესო ამოწმებს რომ ცოცხალი არის და რადგან ის ცოცხალი არის მის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება მან საქართველოსთვის სისხლი დაღვარა და მან გადაიხადა ფასი საქართველოსთვის ქართველი ერისთვის და საქართველო ესე იგი იესო ქრისტეს საკუთრება არის სრული ფასი მან გადაიხადა და არა მარიამმა ან ვიღაცა გიორგიმ ან ნიკოლოზმა და ასე შემდეგ საქართველო მხოლოდ და მხოლოდ ერთს ეკუთვნის ვინც კანონიერი ფასი გადაიხადა ეს არის იესო უფალთა უფალი და მეფეთა მეფე სასაცილო არის უგუნური ხალხი ლაპარაკობს რომ საქართველო ეკუთვნის ღვთისმშობელს ეს არის უგუნური ხალხის ნათქვამი სიტყვები და საუკუნეების მანძილზე ავრცელებენ ამ ყალბცოდნას ახლა ჩვენ პირდაპირ ვილაპარაკებთ ეს დრო მოვიდა და თეთრზე ვიტყვით თეთრს და შავზე ვიტყვით შავს რაც არის ჭეშმარიტი ვიტყვით რომ ეს ჭეშმარიტი არის და ღმერთის სული დაგვიმოწმებს ამას და რაც სიყალბი არის ღმერთის სული გააშიშვრებს ამ სიყალბეს საქართველოში და თვითონ დაგვიმოწმებს რა არის ჭეშმარიტი და რა არის სიყალბე ეს დრო ახლოს არის და დადგა კიდეს მადლობა უფალს რადგან იესო ქრისტე ნაზარეველი ცოცხალი არის და სადაც ის მოქმედებს იქ სასწაულები ხდება ეშმაკის საქმეები ინგრევა და ადამიანები ღებულობენ თავისუფლებას მადლობა უფალს რასაც ის მოიმოქმედებს და მოქმედებს ჩვენს გულებში ამასინაც მე ვსაუბრობდი ღმერთის შეცნობაზე და ახლა გავაგრძელებ პატარა დედას ვიტყვი რაც ეხება ღმერთის შეცნობას რადგან ღმერთის შეცნობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველა მორწმუნისათვის ქმნილებათა განხილვით ღმერთი შეიცნობა ასე წერია ბიბლიაში და ჩვენ რომ შევხედავთ ჩვენს გარშემო ქმნილებებს ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ დონეზე რა დონეზეც შეგვიძლია რა დონეზეც შეგვიძლია რომ გავიგოთ და ჩავწვდეთ მადლობა ღმერთს ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ქმნილება არის ჯერ მარჯვ ჩვენ თავს შევხედოთ ჩვენს სხეულს და მარტო სხეული არა ვართ ჩვენ სული ვართ და გვაქვს გონება და ნება ემოციები ძალიან რთულად არის ადამიანი შექმნილი და აგებული ჩვენ ღმერთის მსგავსად შექმნილები ვართ როგორც წერია ასე რომ ძალიან დიდებულად ვართ შექმნილები და ჯერ კიდევ არ ვიცით რამდენად დიდებულები ვართ ჩვენ ეს თანდათანობით გამჟღავნდება ამასინაც მოვისმინა ასეთი ინფორმაცია თვალთან დაკავშირებით ესე იგი ორივე თვალში დაახლოებით მილიარდამდე უჯრედი არისო ორივე თვალში ერთად დაახლოებით მილიარდამდე უჯრედი არის სისხლძარღვების კაპილარების ყველა უჯრედი ერთად დაღებული დაახლოებით მილიარდამდე დაფიქრდი მილიარდამდე რომ დაიწყო თვლა აბლად შეიძლება რამდენი საათი მოგიწიოს რომ მილიარდამდე დათვალო
და ღმერთმა მილიარდობით უჯრედი შექმნა მთელ სხეულში. ზოგი ამბობს 40 მილიარდი არის, თუ ტრილიონი უფრო ზუსტად ადამიანის სხეულში უჯრედების რაოდენობა. სხვადასხვა აზრი არის. ძალიან რთულად ვართ აგებული და შექმნილები და ჩვენში დიდი პოტენციალი არის ჩადებული. და ეს პოტენციალი რაც დრო გადის, უფრო და უფრო გათავისუფლდება. ღმერთის სული გამოათავისუფლებს ამ პოტენციალს ჩვენში. და სასიხარულო ამბავი ის არის კიდევ რომ ჩვენ ვინც ქრისტეში ვართ, ახალი ქმნილებები ვართ. ახალი ქმნილებები. ახალი ქმნილება ძალიან განსხვავებულია ძველი ქმნილებისაგან. და ახლა ასეთ მაგალითს მოვიყვან. პატარა მატლი, რომელიც დახუხავს მიწაზე. 8 ფეხი აქვს თუ 6 ფეხი ზოგს. და ხომ გინახიათ როგორ ნელა დახუხავს. მე ბალახ ზიადის აცოცდება, იქ რაღაცა ჩამო და რაღაცა წუთები სჭირდება რომ 1 მეტრი რომ გაიარო, შეიძლება 1-2 წუთი დაჭირდეს. მაგრამ არის კიდევ ესეც სასწაული, რომელიც ალბათ ზოგიერთებს გვინახავს. ეს მატლი აკეთებს, ზოგიერთი მატლი აკეთებს თავის სახლს, ქსოს თეთრ ბადეს თავის გარშემო. და იქ ჩერდება და დაახლოებით 2 კვირის შემდეგ მატლის მაგივრად გამოდის ლამაზი პეპელა, რომელიც ფრთებს შლის და სრულიად განსხვავდება იმ მატლისაგან, რომელიც იყო მანამდე. გრძელი ფეხები აქვს პეპელას. მათს კიდევ პატარა, ალბათ 3 მილიმეტრის სიგრძის ფეხები თუ ექნება იმ მატლს. მუხულხო მატლს. მატლი დაცოცავს და პეპელა წამებში რამდენი ათეულ მეტრს გადაიფრინს. მატლი ბალახს აჭამს, მცენარებს და პეპელა ყვავილის ნესტარით იკვებება. გრძელი ხორთუმი ჩაყოფს და წოვს. რადიკალურად განსხვავდება მატლი და პეპელა ერთმანეთისაგან. ერთისაგან ღმერთმა შექმნა სულ სხვა ახალი ქმნილება. აი ჩვენც ასეთები ვართ ქრისტეში. რადიკალურად განსხვავებულები ვართ ქრისტეში. დიდება უფას უფლის სული ახლა გამოგვიცხადებს რას ნიშნავს ეს ახალი ქმნილება ქრისტეში. ძველმა განვლო ახლა ყოველივე ახალია. როგორც წერია. შენ თუ ძველად სხვანაირად აზროვნებდი, ახლა ახალი ქმნილება ხარ და ახალი აზროვნება გაქვს. შენი აზროვნება ამ ქვეყნიური აღარ არის. თანდათანობით იქაური ხდება, ზეციური. იმიტომ რომ ახალი ქმნილება გაქვს და ახალი ქმნილების ბუნება გაქვს, უკვე ჩადებული. შენ თანდათანობით იესო ქრისტეს ემსგავსები. კუდრეთით რომ აღსდგა იმ იესოს ემსგავსები. მადლობა უფალს და ჩვენ ყველანი ვემსგავსებით და რანი ვიქნები ჯერ გამოცხადებული არის, მაგრამ მალე გამოგვიცხადებს ღმერთის სული რანის ვიქნებით ჩვენ. ძალიან ახლოს არის. და ერთ ბაშად ვერ მივიღებთ ამ გამოცხადებას, რადგან ჩვენი გონება მომზადებული არის ამისთვის და ძალიან გაკვირვებულებიც ვიქნებით. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ახალი ქმნილებები ვართ, ახალი შესაძლებლობების ქმნილებები ვართ. და ჩვენს გონებას უსაზღრო შესაძლებლობები აქვს ახლა მინიჭებული, როგორც ახალი ქმნილებისა. იესო ქრისტე კუდრეთით რომ აღდგა, ის დაკეტილ კარებში შევიდა და გაჩნდა 12 მოწაფესთან ერთად. ფიზიკურად გაჩნდა მათთან. ხო სასწაული არის, ხომ საკვირველი არის. აი ასეთი რამეების გაკეთება შეუძლია იესოს. ხო და ჩვენშიც არის ეს ბუნება ჩადებული და ღმერთი თავის დროზე გააღვიძებს ამ ბუნებას და გამოვალენს. ასე რომ დიდებული სასწაულებისთვის მოემზადე ძვირფასებო. თვალს რომ არ უნახავს და ყურს რომ არ სმენია. იესო 40 დღის შემდეგ მათ თვალწინ ამაღლდა ზეცაში ფიზიკურად. და ადამიანები უყურებდნენ საკუთარი თვალებით როგორ აიწია იესო ფიზიკურად ჰაერში და ღრუბლებს მოეფარა. ღმერთი უფალი
რომელიც როცხალი არის, თავის ხალხს აი ეს ამაღლებს და განადიდებს თავის ხალხს, თავის ერს ადამიანთა თვალწინ. და ეს ახლოს არის. და იმ დიდებით განადიდებს, რომელიც დიდებას მას აქვს. და ეს დიდება ჩვენში არის ჩადებული. ასე რომ მოიმზადეთ დიდებული საქმეების დასანახად. თქვენი გონება მზად იყოს ახლა ისეთი სასწაულების სახილველად, რომელიც ჯერ აქვს სმენია და არ გვინახავს. ღმერთმა ბოლო დღეებისთვის შეინახა თავის დიდებისთვის დიდებული საქმეები. მადლობა ღმერთს ამისთვის. მე წინასწარ გახარებული ვარ, იმიტომ რომ ვიცი და უფალი ჩვენს გულებს ამზადებს ამისთვის. რომ ისეთი რამ ვნახოთ, რაც არ გვინახავს და მოვისმინოთ ისეთი რამ, რაც არ მოგვისმინა ჯერ კიდევ. და მივიღოთ ის დიდება და ისეთი საჩუქრები, რომელიც ჩვენი გონება ვერ აღიქვავს. ჩვენი გონება იმ საჩუქრებს ვერ აღიქვავს. დიდება იესოს.